მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და გადაცემა 20 წუთი. დღეს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროში საინიციატივო წერილი შეიტანა და მოთხოვნა იყო დღეს სავალდებულო რეგისტრაციის 100,000 ლარიანის ხვარის 300,000 ლარამდე გაზრდაზე. სწორედ აი ამ თემაზე სასაუბროდ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი იქნება ჩვენთან ერთად პირველი ბლოკის სტუმარი. მოგესალმები პაატა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან. მოდი სანამ დღევანდელ წერილზე ვისაუბროთ, ძალიან მოკლედ იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცის. რატომ შეიქმნა თქვენი ასოციაცია? თან სახელი აქვს ისეთი თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია, როდესაც ქვეყანაში ყველა ამბობს, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია. რა განაპირობა, რატომ წამოგივიდეთ ამ ასოციაციის შექმნის იდეა? მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბიზნეს გაუმარტივოს დღეს საქმიანობა. ჩვენ შევხედავთ დღეს ყოველდღიურ ბიზნესისა, ბიზნეს ოპერატორებისა და იურიდიული პირების ყოველდღიურ საქმიანობას პრაქტიკულად ყოველდღიურად რაღაცა ისეთი ახალი რეგულაციები ხდება. პრაქტიკულად ისეთი ახალი შეზღუდვები შემოდის მუდმივ რეჟიმში და ეს არ ჩერდება, რომელიც ყოველდღიურად ართულებს და აუარესებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობას. ჩვენი ამოცანაა და ჩვენი ასოციაციის ამოცანა სწორედაც ის გახლავთ, რომ ბიზნეს მეტნაკლებად აი ამ ბიუროკრატიულ ლაბირინთსა და აი ამ რეგულაციების კასკადში გარკვეულწილად გზა გაუყვალოს და იმუშაოს იმისთვის, რათა ბიზნესს გაუმარტივდეს ოპერირება. ამ ნაწილში იგულისხმება როგორც სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმა რეგულაციის კუთხით, ისე ბიზნესისათვის საჭირო გამოწვევებისა და აუცილებლობების მიტანა მთავრობამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვიწევს ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც არამც თუ ბიზნესების, არამედ მოქალაქეებისაც არ ესმის აღმასრულებელ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ასოციაციის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რამენაირად აი ეს საჭიროებები, რომელიც დღეს ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს უდგას, მიიტანოს ხელისუფლებამ. ანუ ერთგვარი მოდერატორი იქნებით ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ხო? თქვენ ახლა ნახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ეწევა და მათთვის ეს უცხოც არის. ხომ არ იქნება თქვენი ასოციაცია აი ამ კუთხითაც, რომ ინფორმაციას მიაწოდებს მოქმედ ბიზნესს? კი ბატონო, მოდერატორზე მეტად მე უფრო რაღაცა გარკვეულწილად ომბუდსმენს დავარქმევდი ჩვენს ასოციაციას, რომელიც ბიზნესის ინტერესებს იცავს. მოდერატორი უფრო შუამავლის როლს ირგებს და ჩვენი ასოციაცია პირდაპირ ვიტყვი და არ მოვერიდები ამას, რომ ცდილობს კბილებით დაიცვას განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები. იმდენად რამდენადაც სწორედაც ეს ბიზნესია და ეს სექტორებია დღეს, რომლებიც ყველაზე მეტად იჩაგრებიან სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ეს რეგულაციების კუთხით თუ სხვადასხვა იმ საკითხების არ განხილვისა და ყურამდე არ მიტანის კუთხით, რომელი საკითხებით განსაკუთრებით სჭირდება დღევანდელ ეპოქაში საშუალო ბიზნესს. როგორ გონიათ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უკვე დაიხურა ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, ხო? და აი ამდენი ხნის თუნდაც ხელფასები, თუნდაც ის თანხები, რომლებიც ამ ასოციაციას თუ აპარატს მოხმარდა, ფაქტიურად წყალში იქნა გადაყრილი, ხო? რატომ გონიათ, რომ თქვენ შეძლებთ აი ამ ომბუდსმენის როლის მორგებას იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენ ვართ? კი ბატონო, ნახეთ, ახლა ის ინსტიტუცია, რომელიც თქვენ ახსენეთ, რეალურად ის იყო მანკიერი პრაქტიკა და ის თავის მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებდა და რატომ? ის იყო მთავრობის მიერ დანიშნული ომბუდსმენი, რომელსაც თავად ხელისუფლება უხდიდა ხელფასს და გარკვეულწილად იყო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი, როდესაც ის პირიქით უნდა ყოფილიყო ბიზნესის ინტერესების გამტარებელი, მას არ გააჩნდა დამოუკიდებლობა, მას არ გააჩნდა გარკვეული ავტონომია და მას არ გააჩნდა იმისი უნარი, რომ ბიზნესის ინტერესები კაფიოდ დაეყენებინა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, კაბინეტებთან. აი ეს იყო მისი მთავარი პრობლემა და გარკვეულწილად ეს ინსტიტუცია ატარებდა ნომინალურ ხასიათს, რომელიც მხოლოდ თავის სახელში გამოხატავდა, ასე ვთქვათ, იმ ფუნქციას, რა ფუნქციას რეალურად უნდა მას ეკისრა. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ვერ აკეთებდა და ჩვენი ასოციაციის მთავარი ამოცანაც სწორედაც ის არის, რომ აი ეს პრობლემები, აი ეს გამოწვევები, რომელიც ბიზნესს უდგას, მკაფიოდ დააყენოს საზოგადოებისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების წინაშე. კი ბატონო, დღეს თქვენ ფინანსთა სამინისტროში შეიტანეთ წერილი. მოდით ახლა ამ წერილზეც
როგორ გაქვთ ეს ყველაფერი დათვლილი, რამდენად მიღწევადია და რას ელით? წამოვა თუ არა ხელისუფლება არის ესეთ დათმობაზე? კი ბატონო, მოდი თვალსაჩინოებისთვის რომ განვარტყოთ ჩვენი მაყურებლისთვის რაზეა საუბარი. დელეგეს გადასახადის 100,000 ლარიანი ზღვარი შემოვიდა 2005 წელს. როდესაც საერთოდ განსხვავებული იყო ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა, ზომა, განვითარების ტემპი და ასე შემდეგ. არსებითად განსხვავებული პარამეტრები ჰქონდა ყველა მიმართულებით. აი მაგალითისათვის, დაახლოებით საერთო ჯამში რომ შევადაროთ 2005 წელთან შედარებით, დღეს სამჯერ უფრო გაზრდილი, თითქმის სამჯერ უფრო გაზრდილია ფასების საერთო დონე. ამ დროს ჩვენ გვრჩება იგივე დონის დღეგეს ზღვარი. დაახლოებით თუ არ მეშლება 9ჯერ არის გაზრდილი ეკონომიკის ზომა ამ პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვრჩება იგივე მოცულობის დღეგეს ზღვარი. რაც რა თქმა უნდა თავად ფინანსთა სამინისტროში ციან, რომ ეს არარელევანტურია დღეს უკვე და ის რეალურ საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით რაღაცა შეიძლება პატარა სახაჭაპურე გახსნათ და მასაც ისის დღეგეს გადახვდება დადგეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამისი ამ ზღვის გადახედვის საჭიროება თავად ფინანსთა სამინისტროსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც კარგად ესმის, თუმცა ამის მიუხედავადაც ეს პროცესი იწელება გარკვეულ მიზეზთა გამო და ეს გარკვეული მიზეზები ამასაც პირდაპირ გეტყვით, ეს გახავთ მაგალითად უკვე ნიშნები არსებობს იმისა, რომ ბიუჯეტს აქვს სხვადასხვა დანაკლისი. თქვენ აი მაგალითად შეხედოთ ჯარიმების ამოღების აი რაღაცა გააფთრებული მცდელობები და სხვადასხვა მიმართულებით ნათლად იგივე მაგალითად აი ეკონომიკის ზრდის ტემპსა და თუ შეადარებთ მაგალითად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპს. მნიშვნელოვნად ჩამორჩება საგადასახადო ზრდის ტემპი ეკონომიკაში. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორი გახავთ იმისა, რომ საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტს გარკვეული ხარვეზები უჩნდება. აქედან გამომდინარე, ესენი არის ის ფაქტორები, რატომაც აჭიანურებენ ისინი დღეგეს გადახდას. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დღეს ეს შესაძლებელია გარკვეულწილად ფისკალურ ნაწილში იყოს მტკივნეული, თუმცა ხვალ ეს როგორც ფისკალური სტიმული იქნება და გაზრდილი ფისკალური შემოსავლები იქნება ბიუჯეტისთვის, ისე უფრო გაზრდილი ეკონომიკა იქნება და რაც თავარია უფრო გაძლიერებული და განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება. იმდენად რამდენადაც დღეს სწორედაც მათ შორის მნიშვნელოვანწილად, სწორედაც აი ამ დღეგეს არსებული ზღვრის გამო მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ახერხებს განვითარებას. მათი განვითარება ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ ღირსეულ შემოსავალს და საბოლოო ჯამში ზოგადად ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ მაგალითად აი ევროპის განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, იქ ეკონომიკა ძირითადად დაშენებულია და ეკონომიკაში მთავარი კონტრიბუტორები არიან მცირე და საშუალო ბიზნესები. და დაახლოებით თუ არ მეშლება 12%-მდე არის მსხვილი ბიზნესის წილი მთლიან ეკონომიკაში. ჩვენთან ეს ამოყირავები კი ბატონო, სულ ზღაფავს მცირე ბიზნესი. კი ბატონო, აქედან გამომდინარე, აი ამ ნაწილში, აი ამ რაღაცა ასე ვთქვათ, ამოყირავებული სურათის გასწორების ერთ-ერთი თავარი საშუალება სწორედაც იქნება აი ამ 100,000-იანი ზღვარი 300,000-მდე. ესეც 300,000-ის მინიმალური არის, რაც შესაძლებელია გაკეთდეს ამ ნაწილში 300,000 ლარამდე გაზრდის ინიციატივა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამის საჭიროებას თავად ფინანსთა სამინისტროშიც გრძნობენ, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ მზადვართ, რომ დავჯდეთ, ავუხსნათ, ვიმუშაოთ თუნდაც სამუშაო ჯგუფებთან და დავასაბუთოთ აი ამ ნაბიჯის აუცილებლობა. ალბათ ბერკეტი სწორედ ის იქნება თქვენი, რომ ეს თქვენი ასოციაციის წევრები იქნება თუ სხვა მცირე მეწარმეები, რომლებიც მართლა ძალიან მძიმე პირობებში არიან ახლა, გვერდით დაგიდგებიან და ხელისუფლებაც უკვე იძულებული იქნება, რომ წამოვიდეს აი ამ შეღავაზე. კი ბატონო, ჩვენს ასოციაციაში ძირითადად საშუალო ბიზნესი, ჩვენი ასოციაცია ძირითადად საშუალო ბიზნესებს აერთიანებს და ნამდვილად ასოციაციის წევრებისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შვება იქნება ამ ზღვის გადაწევა და არა მხოლოდ ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის, ჩვენი
ჩვენს ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის ეს იქნება პრაქტიკულად ახალი სუნთქვა და მათთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რათა ისინი გაიზარდენ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ანუ როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან ამ გადასახადის გამო დღეს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, იმდენად რამდენადაც ისინი რა რესურსებსაც უნდა დებდნენ განვითარებაში, უწევთ იმისი გაშვება გადასახადებს. და ეხლა მარტო დღეგეს გადასახადი ხო არ გვაქვს ძალიან ბევრი წვრილი ეხლა არ მინდა ძალიან სიღრმეებში წავიდეთ რომ ძალიან ბევრი დროს წაიღოს მაგრამ ძალიან ბევრი გადასახადი და ძალიან ბევრი სხვადასხვა ირიდი გადასახადისა და რეგულაციის დაკმაყოფილება უწევთ რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ისევ ფასში კონვერტირდება და მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რაღაც მოგების გადასახადს გადაიღდეს თუ რაღაცა ჯარიმას გადაიხდის ხო საბოლოო ჯამში მისი კონვერტაცია ხდება ფასში და ეს მისთვის არის უდიდესი ტვირთი წარმოვიდგენთ ნამდვილად პაატა, იმიტომ რომ ჩვენც ასეთივე გადასახადებს ვიხდით და ხშირად უფრო მეტსაც და ხშირად ძალიან ბევრ გაუგებარსაც. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. პაატა ბაირახტარი იყო ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი. ამავე თემაზე გავაგრძელებთ საუბარს ასოციაციის კიდევ ერთ დამფუძნებელთან ნოდარ სილვიძესთან ერთად.